რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. გადაცემის წამყვანი გახლავართ მე, დავით ოყუჯავა, მუზეუმის ხელმძღვანელი. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ მუზეუმის არქეოლოგიურ ფონდში დაცულ მასალებზე. გაგაცნობთ ზოგადად მუზეუმის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ექსპონატებს. ასევე მოგიყვებით ფონდის დაარსების ისტორიას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფონდია მუზეუმის ისტორიაში. ფაქტიურად მუზეუმის დაარსებისთანავე მას ჰქონდა არქეოლოგიის ფონდი. დავიწყოთ. მუზეუმის არქეოლოგიის ფონდში დაცულია ძველი კოლხური მატერიალური და სულიერი კულტურის დამადასტურებელი სხვადასხვა დროის ძეგლები, რომელიც გამოვლენილი იქნა კოლხეთის ტერიტორიის არქეოლოგიურ ობიექტებზე ნამოსახლარების, სამაროვანების, განძების, შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად შემოწირული თუ კერძო პირებისაგან შეძენილი სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის ამსახველი უნიკალური ექსპონატები. მუზეუმის არქეოლოგიური ფონდი მოიცავს არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, ბონისტიკის, ქაღალდის ფულის და სფრაგისტიკის, ეს გახლავთ შტამპები და ბეჭდები, კოლექციებს, რომელთა რაოდენობა შეადგენს 10,000-ზე მეტს. მუზეუმის დაარსების დღიდან 1935 წლამდე ყოფილა ერთადერთი ისტორიული განყოფილება. მოგვიანებით შეემატა 1935 წელს იარაღის, ნუმიზმატიკის, გეოლოგიის, არქეოლოგიის და როგორც მაშინ უწოდებდნენ ნაპოლეონის კაბინეტი. ხელოვნების ნიმუშების საინტერესო ნივთების შეგროვება, კოლექციონირება, როგორც ევროპელი, ასევე ქართველ მეფეთა კარზე მიღებული მოვლენა იყო. ეს კარგად ჩანს ცნობილი ქართველი მეცნიერის თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობაში ერეკლე მეორის სასახლეში სიძველეთათვის შექმნის შესახებ. 1959 წელს გამოშვებულ საქართველოს არქეოლოგიის წიგნში საინტერესო ინფორმაციას ვაწყდებით სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის შესახებ. აღსანიშნავია მე-19 საუკუნეში სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის ინიციატივა ეგრისის დედაქალაქის ნოქალაქევის შესწავლისა და იქ აღმოჩენილი ნივთების კვალობაზე სასახლეში ძველ ნივთთა საცავ საგანძურის შექმნა. ესე იგი, ჩაისახა გათხრითი არქეოლოგია, საქართველოს არქეოლოგია, 5 თბილისი 1959 წელი. სამეგრელოს უკანასკნელ მთავარს დავით დადიანს სასახლეში მსგავსი საინტერესო სიძველეთა მუზეუმ კაბინეტი ჰქონია. ამით იმის თქმა გვინდა, რომ დადიანების სასახლეთა კომპლექსი დადიანების მფლობელობაში ყოფნისას, დავით დადიანის მმართველობისაც უკვე სამუზეუმო ფუნქციას ითავსებდა. მარი ბროსე, რომელმაც იმოგზაურა კავკასიაში, 1858 წელს აღდგომას ზუგდიდში დავით დადიანის სასახლეში შეხვედრი. მოგვიანებით წიგნში არქეოლოგიური მოგზაურობა კავკასიაში წერდა: ამჯერად დადიანის კაბინეტში საინტერესო სიძველეთა კოლექცია ვნახე. ეს მთავარი ცოდნის ყველა დარგში იძენს ინტერესს. მან რამდენიმე ასეული ბერძნული და რომაული მონეტა შეაგროვა, რომელიც ნოქალაქევის გათხრების დროსაა აღმოჩენილი. ასევე აღწერს სხვა უნიკალურ ნივთებს დავით დადიანის კოლექციიდან. ჩანს, რომ დავით დადიანი თვითონ იყო ინიციატორი გათხრებისა. იცოდნენ, რა მისი დაინტერესება სიძველეების მიმართ ჩუქნიდნენ ან ყიდულობდა ნივთებს, რომელსაც მიზანმიმართული და სისტემატიური სამუზეუმო სახე მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მამისაგან გაღატაკებული სამთავრო მემკვიდრეობა ჩაიბარა და სამთავროს ფეხზე დასაყენებლად უამრავ ღონისძიებას მიმართავდა, ამ მხრივ მოცალეობაც არ უნდა ჰქონოდა. ტრადიცია მემკვიდრეებმაც გააგრძელეს. კოლექცია შეივსო კავკასიური, ევროპული, აზიური, საბრძოლო ხელოვნების თუ სხვადასხვა მხატვრული ღირებულების ნიმუშებით, რომელთა დიდმა ნაწილმა ჩვენამდე მოაღწია და დაცულია მუზეუმში. ამ მხრივ საინტერესოა გრიგოლ გაგარინის აკვარელით შესრულებული სურათი სამხედრო მუზეუმი დადიანების სასახლეში. მისაღები ოთახი მორთულია ძველებური ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით, დროშებით და მამაკაცის პორტრეტით. ნებისმიერ მსურველს ამ ნახატის დათვალიერება დღეს შეუძლია დადიანების მემორიალური გამოფენის ფარგლებში, კერძოდ გამოფენის იარაღების კაბინეტში. მოგახსენებთ არქეოლოგიის ფონდის ქვის ხანა პალეოლითის შესახებ.
სამეგრელოს ტერიტორიაზე ძველი ქვის ხანის ადამიანის ნაკვალევი გარე სადგომებისა და მღვიმეების სახით აღმოჩენილია კოლხეთის ბორცვიან ზოლში, მდინარე ენგურისა და ერისწყალს შორის შენაკადების ტერასებზე. მოქცეულ ტერიტორიაზე მონაპოვარი ნივთიერი მასალის გარკვეული ნაწილი დაცულია ზუგდიდის მუზეუმის არქეოლოგიის ფონდსაცავში. პალეოლითის ძველი ქვის ხანა ძეგლების აღმოჩენისა და ქრონოლოგიის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით ენგურჰესის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, ეთნოგრაფიის და არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკებით. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1963 წლიდან მდინარე ერისწყალსა და მდინარე ენგურის და მათ შენაკადთა ხეობებში რამოდენიმე ერთეული ძველი ქვის ხანის ძეგლი აღმოაჩინა. გარდა ამისა გამოავლინა 23 კარსტული წარმოშობის გამოქვაბული და ფარდული. მუზეუმში დაცულია ქვედა და ზედა პალეოლითური ხანის ძეგლებზე რეჩხოცხირი, გალის რაიონი, აშელ-მუსტიე, ეწერფერდი, წალენჯიხა, ფახულანი, მუჟავა, ჭალე, ეწერი, ჯვარი, მოპოვებული მასალები, ნუკლეოსები, კაჭრები, ანატკეცები, წვეტანები, ლამელები, დანები, საფხე-სახოკები. ნეოლითი ქვის ხანის ახალ საფეხურს წარმოადგენს. ნეოლითი პირველ ყოფილ საზოგადოებაში ჩნდება დიდი მნიშვნელოვანი ძირეული ცვლილებები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ცივილიზაციის საწყის ეტაპად. საფუძველი ჩაეყარა მწარმოებლურ მეურნეობის დარგებს, მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, მეთუნეობას, ინოვაციური სიახლეებისა და ქვის დამუშავების ტექნიკაში ისწავლეს გახეხვა, გაპრიალება, გახვრეტა, ჩნდება ხელსაფქვავები, კაჟის სამკელი დანების ჩასართავები და რაც მიგვანიშნებს მარცვლეულის ველური ჯიშების კულტივირებაზე. ნეოლითურ ნამოსახლარებს შორის გვხვდება როგორც ერთფენიანი, ისე მრავალფენიანი ნამოსახლარები, როგორც მღვიმური, ისე ღია ტიპის ძეგლები. კულტურულ ფენებში განასხვავებენ კერამიკიან და უკერამიკო ნეოლითს. ასევე ნეოლითურ კულტურაში გამოყოფენ განვითარების ძირითად ეტაპებს, ადრე, შუალედურ ან განვითარებულ და გვიან ნეოლითურ კულტურებს. ოდიშის ნამოსახლარი პირველი ნეოლითური ძეგლია კავკასიაში, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის არქეოლოგიურმა ინსტიტუტმა მიაკვლია და შეისწავლა ალექსანდრე კალანდაძის ხელმძღვანელობით. 1936 წელს წარმოებული დაზვერვითი სამუშაოების შემდეგ ზუგდიდის არქეოლოგიური ექსპედიცია 1937 წლის 24 ნოემბერს შეუდგა საველე გათხრებით კვლევაძიებას. ალექსანდრე კალანდაძე ოდიშის ნამოსახლარზე გამოყო მეზოლითური და ნეოლითური კულტურული ფენები. არქეოლოგი ნინო ხოშტარია ძეგლის ერთფენოვნებისაკენ იხრებოდა და ადრე ნეოლითად განსაზღვრავდა. მოგვიანებით მეცნიერმა ლამარა ნებიერიძემ ძეგლი ნეოლითის უფრო განვითარებულ საფეხურს მიაკუთვნა. ნებიერიძეს მიხედვით ოდიშის ტიპის ნამოსახლარები ერთგვაროვანია და მსგავსი ნიშან-თვისებებით ხასიათდებიან. იდენტური სინქრონული გვიან ნეოლითური ძეგლებია ანასეული, კისტრიკი, ნიჟვანია, შილოვკა, გურიანთა მამათი. ოდიშის ძეგლებზე ნაპოვნი ნივთების რაოდენობა შეადგენს 5050 ერთეულს. დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითური მასალის ურთიერთშეფარდება ასეთია: კაჟი 4200 ერთეული, რიყის ქვა 380, კერამიკა 480 ფრაგმენტი, არტეფაქტები, ნუკლეოსები, ანატკეცები, ლამელები, საფხეკები, სახვრეტები, დაკბილული, ხერხისებური იარაღები, ისრის პირები, ცულები, ხელსაფქვავები, სანაყი, საპრიალებელი შურდულის ქვები, კერამიკის ფრაგმენტები, ნივთიერი მასალის მცირე ნაწილი, მაკროლითები, რიყის ქვებისაგან დამზადებული თოხისნაირი, წერაქვისნაირი იარაღები. დაცულია ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში. დანარჩენი მასალა ქუთაისის მუზეუმებსა და ეროვნულ მუზეუმებშია. ამრიგად, ნივთიერი მასალის მიხედვით ოდიშის ნამოსახლარებზე და მსგავს კომპლექსებზე საფუძველი ეყრება მწარმოებლურ მეურნეობას, თუმცა მონადირეობა და შემგროვებლობა მაინც მთავარ როლს თამაშობს. მიწათმოქმედებას, მეთუნეობას, ამაზე მეტყველებს ხელსაფქვავების, სანაყების, წერაქვისებრი, თოხისებრი, სახნისისებრი იარაღები. ასევე დიდი რაოდენობით კერამიკის ფრაგმენტები, შინაური ცხოველების არსებობა არ დასტურდება. პალური მომდევნო ახალი ქვის ნეოლითური ძეგლი შესწავლილი იქნა სოფელ პალურში, წალენჯიხა 1979 წელს. შემდეგ შესწავლილია ხორში. ადრე ნეოლითური საცხოვრებელს განეკუთვნება. ხორშის ნამოსახლარში 1974-1991 წლებში სამეგრელოს ქვის ხანის შემსწავლელი ექსპედიცია არქეოლოგ გრიგოლიას ხელმძღვანელობით აწარმოებდა არქეოლოგიურ კვლევაძიებას
სენაკის რაიონ სოფელ ხორში, მდინარე მაღლაკონის ნაპირას. ნეოლითური დროის ნივთები გამოვლენილია ზუგდიდის რაიონ სოფელ ურთაში და ურთის მთაზე. ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები გამოვლენილია დიხაგუძუბაში. ძველი კოლხური ბრინჯაოს კულტურა ნამოსახლარების, სამაროვანების, განძების მიხედვით მრავლად არის წარმოდგენილი კოლხეთის ტერიტორიაზე, რომელიც გამოვლენილია არქეოლოგიური გათხრების ზედაპირული დაზვერვითი ხასიათის მონაცემები და ცალკეული შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად. როგორც ზემოთ ვახსენეთ, მუზეუმის არქეოლოგიის ფონდში დაცული კოლხური კულტურის ამსახველი არტეფაქტების გარკვეული ნაწილი წარმოდგენილია კოლხური ტომების საცხოვრებელი ნამოსახლარებიდან. არქეოლოგიური მონაცემებზე დაყნობით დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ბრინჯაოს და მოგვიანო ხანის სამოსახლარების სხვადასხვა ტიპია ან ჯგუფია ცნობილი. ბუნებრივი, ვაკეზე გამართული, ძირითადად ყველაზე გავრცელებული და სამოსახლოთა ტიპს წარმოადგენს ხელოვნურად მოზვინური ბორცვ ნამოსახლარები, რომელსაც მრავალი შესატყვისი აქვს. სამეცნიერო ლიტერატურაში და ადგილობრივ მოსახლეობაში კი ყველაზე უფრო ხშირად დიხაგუძუბად ამობურცული მაღალი მიწა მოიხსენიებენ. ისინი ზოგჯერ ჯგუფებად არიან განლაგებული და ერთი მეორისგან რამოდენიმე კილომეტრით არიან დაშორებული. დიხაგუძუბები სხვადასხვა სიმაღლის და ფართობის ძეგლებია. სიმაღლე 1-დან 10 მეტრამდეა. დიამეტრი კი 20-დან ხანდახან 200 მეტრსაც კი აღწევს. ყველა დიხაგუძუბა გარშემორტყმულია თხრილით, რომელიც წყლით სავსე ყოფილა და არხით მდინარეებს უერთდებოდა. გვაცნობს ხოშტარია 1954 წელს გამოშვებულ თავის ნაშრომში. კოლხური ტომები სამოსახლოებს ირჩევდნენ მდინარეებისა და ღელეების პირას, რათა სამელიორაციო სამუშაოები გაადვილებულიყო. სადრენაჟო არხების გამტარუნარიანობა კი გაზრდილიყო. ასევე მათ სადრენაჟო, საკომუნიკაციო და თავდაცვითი ფუნქციაც ენიჭებოდა. დიხაგუძუბებზე დასტურდება ჯარგვალური და ფაცხის მაგვარი ნაგებობის არსებობა. ურთულესი ნაგებობების გამართვას წინ უსწრებდა ურთულესი მოსამზადებელი პროცესი, რომელიც გამიზნული უნდა ყოფილიყო კოლხეთის დაბლობის არამყარი გრუნტული ნიადაგის ასამაღლებლად. მეცნიერების ვარაუდით, ხელოვნურად გამართული ნამოსახლარები წარმოადგენენ დიდი და მომცრო კარგად გამაგრებული ოჯახის კუთვნილებას. გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრებებით სტიქიური უბედურებებისა და საშიშროებების დროს ერთგვარ თავშესაფარს, ან უფრო დიდი მნიშვნელობის საკულტო, სამლოცველო დანიშნულების ადგილად მიიჩნევა. ამჯერად ჩვენ ვისაუბრებთ მსგავსი ტიპის ნამოსახლარებზე, რომლის განათხარი მასალები სხვადასხვა დროს გადმოეცა მუზეუმის არქეოლოგიის ფონდს. ანაკლია პირველი 1935-36 წლებში ანაკლიასთან ზღვიდან 1 კილომეტრის დაშორებით ორსანტიას დიხაგუძუბა. ფაქტიურად გვერდი გვერდზე დაფიქსირდა და გაითხარა ვაკეზე მდებარე ვრცელი ნამოსახლარი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა შუხუზი მაკაცარიას ნაყანუს უწოდებს. ცვანეს დიხაგუძუბა მდებარეობს ცვანეს უბანში, ერგეტიდან ზღვისაკენ მიმავალი გზიდან ჩრდილოეთით 1 კილომეტრის დაშორებით. ტაბაკონის ბორცვ ნამოსახლარი. უნდა ითქვას, რომ ერგეტისა და ანაკლიის შემოგარენში ათეულობით ნამოსახლარია ცნობილი. ანაკლია 1-ის სამოსახლო კომპლექსზე გამოვლინდა ბრინჯაოს მეორად მეტალურგიურ წარმოებასთან დაკავშირებული მასალა, თიხის ცულისა და სატევრის ჩამოსასხმელი ყალიბების ფრაგმენტები, წიდები, ნაღვენთები, წრიული ფორმის საქშენი მილების ფრაგმენტები და წარმოების სხვა ნაშთები, ბრინჯაოს ნივთები რამდენიმე ცალით არის მოღწეული. ფრაგმენტულია და დეფორმირებული. ბრინჯაოს სამკაულებიდან ჩვენამდე მოაღწია წრვილ ზოომორფულმა ვერძისთავებიანი ქინძისთავმა, ნაკლული სახით. ძეგლზე ნაპოვნია ქვის მძივების ჩამოსასხმელი პატარა ზომის ყალიბის ფრაგმენტი. ტაბაკონის ნამოსახლარი ზუგდიდის მუზეუმში დაცულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსთასთან მრავალფენიანი ბრინჯაოს ნამოსახლარი ბორცვი. ტაბაკონზე აღმოჩენილი არტეფაქტები, რომელიც განხორციელდა ბერლინის არქეოლოგიური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილებისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით. აქვე მუზეუმში დაცული განძების შესახებ მინდა მოგაწოდოთ მოკლე ინფორმაცია. კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს განძები. არქეოლოგიის ფონდსაცავში მნიშვნელოვანი და გამორჩეულია ლითონის ნივთებისაგან შემდგარი განძები, რომლებიც შემთხვევით არის აღმოჩენილი მიწის სამუშაოების დროს. კოლხეთის ტერიტორიაზე განძები გამოვლენილია 150 პუნქტში. განძში გვხვდება სამეურნეო და საბრძოლო დანიშნულების საგნები, მხატვრული ღირებულების ნიმუშები,
როგორიცაა კოლხური ცულები, თოხები, სეგმენტები, წალდები, სამკაულები, სპილენძის ზოდები, ყალიბები, ლითონის ნატეხები. კოლხური კულტურის არეალში დიდი რაოდენობით აღმოჩენილი ლითონის ნივთები განძების სახით მეტყველებს როგორც მეტალურგიის განვითარებაზე, ასევე რელიგიაზე, სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, საოჯახო თემების წარმოქმნაზე და შრომის განაწილებაზე. ამაზე მიუთითებს განცდა ხასიათი, იარაღთა მრავალფეროვნება. განძების ფუნქციაზე სამეცნიერო არქეოლოგიურ ლიტერატურაში გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრება. მიიჩნევენ მელითონეთა ან ლითონის მოვაჭრეთა განძებად, სარიტუალო დანიშნულების ნივთებად, საცვლელი ღირებულების მქონე საგნებად, ადრეული ფულის ექვივალენტად. განძები უმეტესად აღმოჩენილია ტრიალ მინდორში, მდინარეების ნაპირას, ასევე გამოვლენილია ბრინჯაოს ნივთების მდინარეში ჩაძირვა. გურამ ლორდკიფანიძე, თეიმურაზ მიქელაძე, გობეჯიშვილი ერთ აზრს ავითარებენ, რომ განძები წარმოადგენენ სიმდიდრის დაგოროების წყაროს და გაცვლითი ხასიათის მქონე საგნებს. საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური განძებიდან ჯერჯერობით უძველესია შუა ბრინჯაოს ხანის ურეკის განძი. ნაპოვნია 1941 წელს მიწის სამუშაოების დროს. განძის უმეტეს ნაწილს შეადგენს კოლხური ცულები. გაგაცნობთ არქეოლოგიის ფონდში დაცული განძების ჩამონათვალს. კოლხური გვიანბრინჯაოს ხანის განძების შემადგენელი ელემენტია სპილენძის ზოდები. არქეოლოგიის ფონდში დაცულია სხვადასხვა ფორმის ნახევრადსფეროსებური, ბრტყელი, უფორმო ამორფული ნატეხების სახით. წონის და ზომის ზოდები. ყველაზე დიდი ნახევარსფეროსებური ზოდის წონა 53 კილოგრამი, ხოლო ზომა დიამეტრი 30 სანტიმეტრი, სიმაღლე 12.5 სანტიმეტრი. ყველაზე პატარა ზოდის წონა 12 კილოგრამს უდრის, ხოლო მისი ზომებია დიამეტრი 20.5 სანტიმეტრი, სიმაღლე 7 სანტიმეტრი. მუზეუმის არქეოლოგიის საინვენტარო წიგნის ჩანაწერების მიხედვით 1928 წლის 5 აპრილს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავიდან შეუძენია სხვადასხვა სახეობის 3 კოლხური ცული. სხვა დამატებითი გარემოება უცნობია, ნივთები შესაძლებელია განძის ნაწილი იყოს. დომენტი ქორიძის წიგნში კოლხეთის ისტორიისათვის ცულები განხილული და აღწერილი აქვს როგორც ცალკე აღმოჩენილი ნივთები. რეჩხის განძი, ნაწილი გალი შედგება 2 ბრინჯაოს კოლხური ცულისაგან. საინვენტარო წიგნის მიხედვით აღმოჩენილია 1960-65 წლებს შორის. მან სოფლის მკვიდრ ჯუმბერ თომასძე ჯობავას მიერ თავის საკარმიდამო ნაკვეთის მიწის სამუშაოების დროს. თაგილონის განძი აღმოჩენილია 1922 წელს გარის რაიონის სოფელ თაგილონში. შემთხვევით მიწის ზედაპირიდან 48 სანტიმეტრის სიღრმეში. განძი შედგება ერთი სრული ორსართულიანი ყალიბისაგან, მეორე ყალიბის ფრაგმენტებისაგან, 2 ნატეხი, ორივე ყალიბი სულთან და სხვა ნივთებთან ერთად ჩაწყობილი ყოფილა ბრინჯაოს ქვაბში, რომელიც მიწაში იყო ჩამარხული. ქვაბის ამოღების დროს დაშლილა. თაგილონის განძი სოფელი გალის მუნიციპალიტეტში 1930 წელს ენგურის მარჯვენა ნაპირზე სარკინიგზო ლიანდაგის გაყვანის დროს შემთხვევით აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის ძვირფასი ნივთები, რომელიც ხის ყუთში თუ თიხის ქვაბში იყო მოთავსებული. ნაწილი თაგილონის განძისა მუზეუმში გადაუტანიათ. ირმის ოქროს რიტონი, ოქროს სამკაულის დეტალები, რომელიც არაერთ გადაცემაში ვახსენეთ და რომელიც მინდა შეგახსენოთ, რომ იყო პოლონეთში საქართველოს ხელოვნებისადმი მიძღვნილ გამოფენაში წარმოდგენილი. სულ მალე 10 ოქტომბრიდან ის დაუბრუნდება მუზეუმის მუდმივ მოქმედ გამოფენა საგანძურს და ნებისმიერ დამთვალიერებელს შეიძლება კვლავ ხილვა ამ უნიკალური განძისა. ვერცხლის სხვადასხვა ჭურჭელი, ლამბაქები, ლანგრები, სასმისები, თასები და მათი ნატეხები ფრაგმენტის სახით განეკუთვნება ასევე თაგილონის განძს. ორულუს განძი ნაპოვნია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში 1946 წლის თებერვალში. მუზეუმისთვის გადმოუცია გრიშა ანდრიასძე ეხვაიას 1946 წლის 16 თებერვალს. განძი შეადგენს საშუალო ზომის სეგმენტურ იარაღებს. იყენებდნენ ხის ქერქის გასაცლელად, მიწის დასამუშავებლად. იარაღი ბრინჯაოს ჭურჭლის ნატეხებს და ზოდს. მთელი სტატია, რომელიც მე დღეს გაგაცანით, რა თქმა უნდა, ამ სტატიის მნიშვნელოვანი დეტალები მოგიყევით, დაწერილია მერაბ ქვაჩახიას მიერ, არქეოლოგის, რომელიც მრავალი წელი მუზეუმის არქეოლოგიის ფონდს ხელმძღვანელობდა. დიდი მადლობა მინდა მას გადაუხადო ამ სტატიის მომზადებისათვის. ასევე დიდი მადლობა თქვენ, რომ გვისმენდით და იყავით ჩვენთან ერთად მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე.
რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.